სპორტ კომპლექს Arena 2-ში დასრულდა დევის სირაძის თასი 2015-ის ნახევარფინალები. პირველ მატჩში ერთმანეთს ტურნირის ფავორიტები STU და SEU დაუპირისპირდნენ. დაძაბულობი და ინტერესით ეს შეხვედრა ბევრი ტურნირის ფინალს დაამშვენებდა. ანგარიშში SEU-ს კაპიტანმა შოთა თოფურიამ უძლიერესი დარტყმით გახსნა მე-7 წუთზე. ტექნიკოსებს 6 წუთი დასჭირდათ ანგარიშის გასათანადებლად. ლაშა მებაღიშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა ჯარიმო და მე-13 წუთზე ტაბლოზე თანაფარდობა აღწევდა. 2 წუთში კი მშვენივრად ითამაშა გიორგი ქურდაძემ შესვენებაზე გუნდები STU-ს ერთბურდიანი უპირატესობით გავიდნენ 2-1. მეორე ტაიმი STU-ს უპირატესობით დაიწყო და 2 წუთიანი ინტერვალით იმავე გიორგი ქურდაძემ და ილია მოდაბაძემ ანგარიშის სხვაობა STU-სათვის შეიძლება ითქვას კატასტროფული გახადეს 1-4. ბესო არველაძემ მაშინ აიღო ტაიმაუტი. გუნდი დააწყმარა, რამდენიმე დარიგება მისცა და შედეგის სახეზე იყო. გიორგი ნიკვაშვილმა 21 და 21 წუთებზე დუბლი შეასრულა 4-3. მატჩმა კულმინაციას მიაღწია. ნებათა ღელვა უკიდურესად დაიძაბა. ნერვმა უთხოვნა STU-ს კაპიტანს ლაშა მებაღიშვილს. მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შოთა ქუხილავამ მოედანი დაატოვებინა. იგი ფინალურ მატჩს გამოტოვებს. კვანძის გახსნა 35 წუთზე მოხდა, როდესაც ილია მოდაბაძემ მე-5 ბურთი გაიტანა. 2 წუთის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გიორგი ქურდაძემ თავისი მე-3 გოლი გაიტანა 6-3, ხოლო ბოლო წუთზე კი მან პოკერი შეასრულა და STU ფინალში გავიდა 7-3. ძალიან კარგი თამაში იყო. დაძაბული ორთაბრძოლა იყო. თავიდან გავიტანეს გოლი, მაგრამ შევძელით რომ მოვიპოვეთ ის უპირატესობა, რაც ჩვენ გულს მეგონი შეეფერება ეს გამოცდილებები ვართ ასეთი ისე და 4-1 წავიყვანეთ, მაგრამ მე ისე მოხდა რომ უფრო და უფრო დაიზარდა თამაში, ცოტა უხეშიც გავდა, მაგრამ ეს თამაში ეს სათამაშო პარკებში იყო და ჩვენ ფეხბურთის გარეთ მეგობრები და კონტესტები ვართ, ეს ფეხბურთი არის და ბოლა არის და საბოლოო ჯამში თქვენ გავიმარჯვეთ და რა ვიცი, იმედი გვაქვს რომ ფინალსაც მოვიგებთ. დაძაბულობა არც მეორე თამაშს აკლდა. თავისუფალი უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ მატჩის გმირად ლუკა კვარცხავა შეიძლება ვაღიაროთ, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ძალიან ბევრჯერ იხსნა საკუთარი გუნდი. პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ნახევარში ბესო არველაძის გუნდს მცირე სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ 34 წუთამდე კვარცხავას ვერაფერი მოუხერხა. 34 წუთზე კი დავით კასრაძემ მაინც შეძლო მისთვის ბურთის გატანა. თავისუფალ უნივერსიტეტს 1 წუთი დასჭირდა ანგარიშის გასათანადებლად. ლუკა თავზარაშვილმა თანაფარდობა აღადგინა. საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. პენალტების სერია კი ზუსტად თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა შეასრულა 9-8 და ფინალშიც გავიდა.